საუბრობთ სასულიერო და საერო ინსტიტუტების და ცხოვრების კვეთაზე. ან ეკლესია უნდა იყოს მტკიცე. ან სახელმწიფო, რომელიმე ერთმანეთი გადაარჩინოს. დღეს აღმოჩნდა არც ისა გვაქვს და არც ეს. რა მიმართებით უნდა არსებობდეს ეკლესია როგორც ინსტიტუტი და სახელმწიფო მეორეს. არც ერთი სახელმწიფო ევროპული მოწყობის, დემოკრატიული მოწყობის არ იმართება რელიგიით. რა არის ზღვარი, რომელიც ღვთისმსახურს გააჩნია პოლიტიკური პოზიციონირებისას? კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა. აი ეს ღვთისა რაც არის, ეს კეისარმა არ უნდა მიისაკუთროს. ჩემი შეფასებით არის ეს პოლიტიკური კონტრაქტი რაღაცნაირად საქართველოში ყველა ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის. ამაზე მღვდლები რო ხმას არ იღებენ. იმ მღვდლის იმედი არ მაქვს ხვალ ეკლესიას რო გამოადგება. ალბათ შეუძლებელია, რომ ის ახალი ქართული ეკლესია ერთის მხრივ არ ეფუძნებოდეს ეროვნულ და ნაციონალისტურ იდეებს. თავისუფლება არ გულისხმობს, რომ მე რასაც მინდა იმას ვაკეთო. თავისუფლება პასუხისმგებლობასაც მოიცავს. ქართული ეკლესია როგორი იყო და რა იყო, არ გვინახია. იმიტომ რომ ის გაქრა 200 წლის წინ. როგორ უნდა მოხდეს ამ სახელმწიფოს სამართლიანი ნორმალური სახელმწიფოს დაბადება. შენ გააქვს იმედი რომ სახელმწიფოს ეშველება? მე არ მაქვს იმედი რომ ეკლესიას რამე ეშველება. ვერც ერთი სასულიერო იერარქი, პატრიარქიც ვერ ამიგრძალავს იმის თქმას, რასაც მე ვამბობ თავრობის კურსის მიმართებაში. როცა ეს ჩემს ერს ეხება. მოგესალმებით, მე ვარ გიორგი ანდრონიკაშვილი, ვაგრძელებთ ახალ ფორმატს YouTube არხმის მინეზე, სადაც საუბრობთ სასულიერო და საერო ინსტიტუტების და ცხოვრების კვეთაზე, ახალგაზრდებთან ერთად, ახალგაზრდებსა და სასულიერო პირებს შორის და დღევანდელი ჩვენი თემა ზუსტად საერო ხელისუფლებისა და ეკლესიის შეხებაზე იქნება, ზოგადად ამ თემაზე, მათ შორის საქართველოში როგორ არის, როგორ უნდა იყოს. ჩვენთან ერთად არის ლაზარე ქარჩხაძე, სტუდენტი, აქტიური მოქალაქე და მამა დოროთესთან ერთად ვილაპარაკებთ ამ საკითხებზე. მე დავიწყებ საქართველოში ეს მე მგონია რომ რაც საქართველოს დამოუკიდებელი გახდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველ ხელისუფლებაში ძნელია ლაპარაკი, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ხანი იყო, მაგრამ აი შემდგომ როგორც მოქალაქეთა კავშირი, ესე ნაციონალურ მოძრაობა, ქართული ოცნება, რაღაცნაირად ეგრე ხდება და ეს კანონის დონეზე მე ვერ ვიტყოდი რომ თლად უფრო არაფორმალურ დონეზე არის დარეგულირებული, რომ რაღაც პარტნიორული ურთიერთობა არის ჩემი აზრით ყველა მმართველ პარტიასა და ეკლესიას შორის და ამის გარეშე ვერ ახერხებენ, ან ყოველ შემთხვევაში შეუძლებად მიაჩნიათ ხელისუფლებებს ქვეყნის კონტროლი. და მე მაინტერესებს ეს რამდენად ზოგადად ასე რამდენად ნორმალური არის, როგორც სახელმწიფოსთვის, ისე ეკლესიისთვის და არის თუ არა ამაში რაღაც საფრთხე ეკლესიისთვის, იმიტომ რომ ხა ისევ თუნდაც რუსეთის მაგალითზე, რუსეთზე, როცა მე წამიკითხავს რუსი პოლიტოლოგების შეფასებად, რუსეთზე როცა წერენ მკვლევარები, იქ მაგალითად მართლმადიდებლურ ეკლესიას ჩვეულებრივად განიხილავენ როგორც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემადგენლობას, ხო? ანუ იქ ჩაყლაპა, ასე ვთქვათ, სისტემამ ეკლესია და თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და რამდენად არსებობს ეს საფრთხე, ან ერთი მხრიდან, ან მეორე მხრიდან, როცა ესეთი არაფორმალური რაც პოლიტიკური კონტრაქტი დგება და ჩემი შეფასებით არის ეს პოლიტიკური კონტრაქტი რაღაცნაირად საქართველოში ყველა ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის. რამდენად საფრთხე შეიცავს თქვენ თვითონაც ხედავთ. ეკლესია ფაქტიურად დღეს დადუმებულია. არა მხოლოდ, ეკლესია უნდა დუმდეს პარტიების მიმართებაში, რა თქმა უნდა. ეკლესია ყოველთვის უნდა იყოს
ქვეყნის მმართველი პარტიის გულშემატკივარი, რომ ქვეყანა წარმართოს და ქვეყანას მშვიდობა იყოს. ლოცვებში ჩვენ ესე მუდლები ესე ვკითხულობთ, რომ მიეცი წარმატება, რათა მათ მშვიდობიანობაში ჩვენც მშვიდობიანად ვიცხოვროთ, მაგრამ დღევანდელი დღე არც ერთ დღეს არ გავს. საერთოდ არც ერთს. დღეს ფაქტიურად მთავრობა არ არის რაღაცა პოლიტიკური პარტია, რომელმაც ამა თუ იმ პარტიას მოუგო, მაგრამ ისიც რაღაც ერის გზას მიყვება. ეგრე არ არის, ხო? პირიქით შეცვალა არა მხოლოდ დღევანდელი საქართველოში მცხოვრები ხალხის კურსი და ინტერესები, არამედ წარსული და მომავალიც, წარსული რაც გვინდოდა, წარსულში რაც რისთვისაც ვიბრძოდით, რისთვისაც სისხლი დაგვიყვრია. ეს ყველაფერი ამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა. ეხლა რომ დაიწყებენ პროპაგანდა თან პროპაგანდად რომ მიაჩნიათ, რომ მარო მაყაშვილი მოკლა იმ მთავრობამ, ქართულმა მთავრობამ და არა რუსეთმა და ეს ანწუხელიძე მოკლა ნაციონალებმა და არა რუსეთმა და ეს თან პროპაგანდა რო გონიათ. პროპაგანდა რა არის, რომ ხალხმა რომ მიიღოს, ხო? ხო და აი ამას ახლა რო ფიქრობენ, რომ ამას ხალხი დაიჯერებს, ამას ხალხი აყვება. აი თურმე ანწუხელიძე მოუკლავს ნაციონალებს, მიშას მოუკლავს თურმე, ამას ხალხი რო დაიჯერებს, რომ გონია. ესე იგი, როგორი შეცვლილი უნდა კონდეს გონება. აი ამ ყველაფერს ეკლესია დღეს თითქოს არ ამჩნევს, ვერ ხედავს. ხო და ძალიან ცუდია ეს. და ეს ასე არ უნდა გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, არ ვიცი რუსეთში რა ხდება, რამდენად ჩაისვა, მაგრამ რუსეთში ბევრია ეკლესიაში მთავრობის მოწინააღმდეგეც, მაგრამ საქართველოში ვერ აღმოაჩინე. საქართველოში მარტო ჩვენ აღმოჩნდით და ამიტომაც აღმოჩნდით ეკლესიის გარეთ. ცუდია ეგ წესი, რაც როგორც ჩანს, ეს ძალიან ცუდია და ეს არ უნდა გაგრძელდეს ასე. მე ზოგადად ძალიან მაინტერესებდა ეკლესიის როგორც ინსტიტუტის და სახელმწიფოს მიმართება, ხო? რა უნდა იყოს ზოგადად ყველა ეს მსჯელობა, რომელიც ახლა ჩვენ გვაქვს მგონია რაღაცნაირი მომზადება ერთის მხრივ იმ მომენტისთვის, როცა თქვა სახელმწიფო იქნება ის, რაც სახელმწიფო უნდა იყოს და ეკლესია როგორც ინსტიტუტი იქნება ის, რაც უნდა იყოს. ხო, აი ესეთ შემთხვევაში ჩემი ინტერესი ყოველთვის არის ხოლმე როგორც ზოგადად აქტიური მოქალაქის, როგორც რაღაცა პოლიტიკური სუბიექტის, რომ რა მიმართებით უნდა არსებობდეს ეკლესია როგორც ინსტიტუტი და სახელმწიფო მეორეს მხრივ. ხო, დღეს ჩვენ გვაქვს მოდელი, სადაც თქვა პირდაპირ ვალდებულება აქვს, ხო, სახელმწიფოს კონკორდატის მიხედვით აღებული, როგორც წინა რაღაც სამართალ მემკვიდრეს ერთ-ერთი სახელმწიფოსი, რაღაც გაწეული ზარალის ანაზღაურების მიზნით, როგორც დიდი ისტორიული და კულტურული, ასე ვთქვათ, ინსტიტუტის, რომელმაც სახელმწიფოებრიობა შეუნახა ჩვენს ერს ეკლესია საპატრიარქო მაქვს და ეკლესია ზოგადად თვალთახედვაში და ანუ ამის სანაცვლოდ არსებობს რაღაც კონკრეტული დაფინანსება ბიუჯეტიდან, კონკრეტული ვალდებულებები, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია მათ მიმართ და პირიქით, ხო? აი მე მაინტერესებს თქვენი ხედვა როგორი არის ზოგადად ამასთან დაკავშირებით. უნდა იყოს თუ არა საერთოდ ოფიციალური მიმართება, ვთქვათ ესეთი სახით სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის, თუ კი რატომ და ხო, თუ კი რატომ და მე შემდეგ შეგვიძლია უკვე ოფიციალურ მიმართებაში რას გულისხმობ? იგივე კონკორდატი, ან ერთი კონკორდატი, რა თქმა უნდა და მეორე რაიმე იურიდიული სტატუსი როგორც ესეთი ეკლესიის, რომელიც კონფესიას დააყენებს უფრო წინ დგომად, ვიდრე სხვა კონფესიებს, რომელიც არსებობს საქართველოში. იმიტომ რომ ისტორიულად ჩვენ ხედავთ, რომ ზოგადად კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს და უდიდესი როლი ჰქონდა ისტორიულად ქართულ ავტოკეფალიურ ეკლესიას, თუმცა მუდმივად თან არსებობდა სხვა კონფესიებთან მიმართებაში. ხო, ყოველთვის საქართველოში არსებობდა როგორც ვთქვათ
როგორც ვთქვათ, მუსულმანური შექმნისთანავე მუსულმანური ნაწილი ჩვენი საზოგადოების, ასევე არსებობდნენ სხვა მრავალი რელიგიის მიმდევრები, ხო? უნდა იყოს თუ არა უპირატეს მდგომარეობაში წარმოჩენილი ეკლესია, ამასთან არ არის, ხო? არც დადებითი, არც უარყოფითი. სუბთა ისეთი იმით მაინტერესებს. მაგ კუთხით ერთადერთი დამოუკიდებელი სარწმუნოება რელიგია, რომლებიც საქართველოში არსებობს, ამათგან ერთადერთი არის მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც არ არის სხვა სახელმწიფოზე დამოკიდებული. სხვა დანარჩენი ყველა დამოკიდებულია სხვა სახელმწიფოზე. მაგალითად, კათოლიკური ეკლესია, რომელიც არის საქართველოში, არის რომის პაპზე დამოკიდებული, ხო ესე? მაგალითად, სომხური ეკლესია, რომელიც არის საქართველოში, არის სომხეთზე დამოკიდებული, სომხეთით. იქიდან იმართება, ხო ესე? ნებისმიერი სექტას სადღაც ყავს მართველი. სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის აუცილებელია, რომ მან უპირატესობა მიანიჭოს თავის სახელმწიფოს. მოდი ახლა მართლმადიდებლობაზე არ ვამბობ, უბრალოდ სახელმწიფოზე ვამბობ. იმ რელიგიის, იმ კონფესიას, როგორც თქვენ ეძახით, რომელიც არის დამოუკიდებელი და მისი ეროვნული. ჩვენია ეს, ჩემია, შენია, ყველასია. და მაგრამ ეს ამან არ უნდა დაჩაგროს ის. თავისთავად, მაგრამ უპირატესობა მაინც უნდა მიენიჭოს ამას. საერთოდ როგორ არის, იცით, აი ეს როგორ უნდა მოხდეს, რა უნდა იყოს, ამაზე მე რა თქმა უნდა, ესეთი დაზუსტებული პასუხი არ მექნება იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის მე-20 საუკუნის მოვლენა. ფაქტიურად არ არსებობდა სამყაროში სახელმწიფოები, რომლებსაც რელიგიური კანონები არ მართავდა. აი დემოკრატიამდე, აი სოკრატეს დროს ხო იყო დემოკრატია, მაგრამ მაშინის დემოკრატია იმართებოდა იმ ღმერთებით, იმ კანონებით. ესმით, სოკრატე იმიტომ მოკლეს, რომ მზეს ღმერთად არცნობს, ერთ-ერთი ბრალდება იყო ეს და ახალგაზრდებს ხულეს. ხო, მზესო ღმერთად არქო და ახალი ღმერთები შემოაქო. და ანუ არ არსებობდა ეგეთი რამე, არის ახალი. მე-20 საუკუნის არის ეს, რომ სახელმწიფო იმართება, ამაზე ამბობს ფროიდი, რომ დღევანდელმა კაცობრიობამ ღმერთი ჩამოსვა საღდრიდან და თვითონ დაჯდა საღდარზე. ეს ნიშნავს იმას, რომ არც ერთი სახელმწიფო ევროპული მოწყობის, დემოკრატიული მოწყობის არ იმართება რელიგიით. წარმართული რელიგია არ არის. მაგრამ ყველა სახელმწიფო ვალდებულია ის კანონები იმ რელიგიას მოარგოს, რომელი რელიგისაც იყო ან არის უმრავლესობა. რაღაცნაირად ზნეობრივად იმას უნდა მოარგოს. სხვანაირად სახელმწიფო ხალხისგან შედგება. მან ჩაგეკითხებით, იმიტომ რომ ეს მორგება, მე მგონი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კანონის დონეზე, ეს როგორ ხდება, ანუ პირდაპირ რას ამბობს სახელმწიფო მიზეზად და რეალური მიზეზი რა არის. აი მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ზოგადად ჩემი აზრით საქართველოში კარგად არ ვიცნობ ჩვენ ამ ქვეყანას და ძალიან არასწორი ზედაპირული წარმოდგენები არსებობს. მაგალითად, ამერიკის ისტორიაში და დღემდე ეკლესიის, თუმცა იქ სხვადასხვა ეკლესიებია, მათ შორის შტატს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ქრისტიანობა არის ყველაზე გავრცელებული რელიგია, თუმცა მაგალითად ახლა მასაჩუსეტსში შეიძლება იყოს კათოლიციზმი, სხვა ეკლესია შეიძლება პროტესტანტული რომელიმე ეკლესია იყოს, მაგრამ ძალიან გავლენიანი არის დღემდე სასულა ისტორიულად იყო ძალიან გავლენიანი, სასულიერო პირები დიდ როლს თამაშობდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და კანონებზე იმის მიუხედავად, რომ იქ არის პრეცედენტული სამართალი, ანუ რაღაცა თუ მე-19 საუკუნეში თუ იყო გადაწყვეტილება, შეიძლება დღემდე ჰქონდეს მნიშვნელობა სამართლებრივად. ხო და როცა კონგრესში
იყვნენ უმრავლესობა იყვნენ ქრისტიანები, მორწმუნეები და იყო გარკვეული გავლენა სასულიერო პირების, შეიძლება რომ ღიად ეს არ ითქვათ, მაგრამ მათ უწევდათ გათვალისწინება და ჩემს დღესაც თანამედროვე სამყაროში ეგრე არის, რომ პოლიტიკოსებს უწევთ გათვალისწინება ეკლესიის პოზიციის, იმიტომ რომ ეს მათ პოლიტიკურ კარიერას ემუქრება, ხო? იმიტომ რომ ახლა იგივე მართლმადიდებლურ ქვეყანაში მართლმადიდებლური ეკლესია, კათოლიკურ ქვეყანაში კათოლიკური ეკლესია არის ძალიან ძლიერი და თუ ეს შეიძლება ღიად არ იყოს მისაღები, მაგრამ აქვთ გავლენა სასულიერო პირებს, ხო? ან კონკრეტული პოლიტიკოსის კარიერა შეუძლათ რომ დაასრულონ და აი ეგ ღიად ხდება თუ მე პირდაპირ კანონის მიზეზად ერთ რამეს ვამბობ და სინამდვილეში ეს უბრალოდ ეკლესიას აწყობს, ხო? ეგ ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეს პირდაპირ ვამბობთ ჩვენ ამას თუ არა. მაგალითად იქნება ეს გადასახადების მხრივ რაღაც შეღავათი ან რაღაცისგან გათავისუფლება, ხო? აი დაუშვათ ჩვენ შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ ჯარისგან გათავისუფლება, ხო? ან თუ სავალდებულო სამხედრო სამსახური არის, რომელიც პირობთ ეხება მოქალაქეებს, მაგრამ შეიძლება რაღაც მიზეზებით თავისუფლდებოდეს და მე რაც მინახავს და ეს ამართლებლად როგორც ვნახულობდი, ანუ ხშირად დასაბუთებაში რაღაც იურიდიულ თუ პოლიტიკურ რაღაც ასე ვთქვათ, ეკვილიბრისტიკა შეიძლება ქონდეს ადგილი, მაგრამ რეალური მიზეზი არის ეკლესიის რიდი იქნება თუ შიში იქნება და ასე შემდეგ და ანუ თუ თქვენ ამბობთ რომ ეს გავლენა საჭირო არის, მაგრამ ეს გავლენა ღია უნდა იყოს, საჯარო უნდა იყოს თუ აი ესეც მისაღები არის როგორც არის. ეკლესიის როგორც ინსტიტუციის გავლენა საჭირო არ მithom. ბოდიში, რელიგიის გათვალისწინება. ხო, ანუ იმ ადამიანების რელიგიურობის, რელიგიის ზნეობის, ანუ არსებობს ზნეობრივი სამართალი და არსებობს, ანუ ზნეობრივ სამართალში არ გულისხმობ იმას, რომ პოლიციელმა ამის გამო კაცი დაიჭიროს, მაგრამ რაღაცა ზნეობრივი, მორალური მიმართულება ეკლესიური ცნობიერების არსებობს, ხო, ნებისმიერ რელიგიას აქვს თავისი ზნეობრივი კატეგორიები, ხო? აი იმის საწინააღმდეგოს კანონებში არ უნდა დებდეს სახელმწიფო, როცა უმრავლესობა არის ესეთი. ხო, ეს არ უნდა. თანამედროვე პრინციპში ევროპის არის ხო ისეთი გამოთქმაც, რომ ემყარება რაღაცნაირად ქრისტიანული კულტურიდან ამოზრდილ მორალს, ხო, მორალი რომელიც კონტინენტურ ევროპაზეა და მათ შორის საქართველოშიც იგივე საკანონმდებლო ხაზის, ხო, არ არის ვთქვათ ის რაც არის წინა შუა აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, ხო, არის რაღაც განსხვავებული ქრისტიანული კულტურა და ამ ნაწილში სახელმწიფო ხო ხალხისთვის არის და თუ ხალხში უმრავლესობა ეგ არის. არა, ამორჩევა და უმრავლესობა თუ არის კონკრეტული ეკლესიის წევრი, კონკრეტული რელიგიური გზნობა თუ აქვს, ეს ბუნებრივია, რომ ან მათი გადაწყვეტილებით შეიძლება ხელისუფლებამ გაატაროს ესა თუ ის პოლიტიკა. მე უბრალოდ ვამბობ, ეს უნდა იყოს თუ არა, ასე ვთქვათ, პირდაპირ ნათქვამი. პოლიტიკა კი არა, კანონები უნდა იქნებოდეს, აი კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა. აი ეს ღვთისა რაც არის, ეს კეისარმა არ უნდა მიისაკუთროს. არ უნდა შეეძლოს კეისარს ამის მისაკუთრება. აი მაგალითად გამოვიდა ლოსკი და ვოლსკი გამოვიდა და ეპისკოპოსი დაჯდესო თავის იმაში რა უფლება აქვს ჩვენზე ესე თქვასო. მაგრამ როცა ისინი მიშაზე ამბობდნენ, ვოლსკი გახარებული იყო. ესმის ესე არ უნდა იყოს. ეს უფლებებიც უნდა იყოს დაკონკრეტებული. როგორც მაწყობს ის. ხო, აი აქ მაინტერესებს ორი მიმართება არის, ხო, ერთი არის პოლიტიკური ნაწილი, როგორც ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, ნებისმიერი პოზიციონირება, როგორც სამღვდელო იერარქიის, ნებისმიერი საფეხურის იერარქიის. ერთი არის პოლიტიკური შეფასება, მისი ნათქვამის, მეორე არის სუფთა კანონიკური და თქვათ რელიგიური შეფასება, ხო? ჩემი ორი ძირითადი რამ მაინტერესებდა დღეს მოსვლამდე გადაცემაში, ერთი არის მთლიანი ინსტიტუციის მიმართება და მეორე არის ინდივიდის, მღვდლის თუ არქიმანდრის, დეკანოზის თუ ეპისკოპოსის
ინდივიდუალური მიმართება, ხო? აი სად გადის ზღვარი მაგალითად იქ მოციქულთა საქმეში არის რაღაც კონკრეტული თითქოს საზღვრები, ისიქითაც უნდა ერეოდეს თუ არ ერეოდეს, რა არის ზღვარი, რომელიც ღვთისმსახურს გააჩნია პოლიტიკური პოზიციონირებისას, მაგალითად ამბიონზე დგომისას, ხო? თუ ჩვენ მე ვიქნები რაღაცნაირად ეშმაკის ადვოკატი, ოღონდ არა იმიტომ, რომ მე სინამდვილეში ესე ვფიქრობ, არამედ სულთა ინტერესის გამო, რაც შეიძლება ჩვენს წინამაყურებელსაც აინტერესებდეს. ხო, აი ეს ზღვარი სად გადის? ის პოლიტიკური პოზიციონირება, რომელიც ჩვენთვის მისაღებია, რომ ამბიონიდანაც მოხდეს და ის რაც არ არის მისაღები, არ უნდა მოხდეს, თუ ყველანაირი აზრის გაჟღერება პოლიტიკურის მისაღები არის ჩვენთვის ამბიონიდან. თუ არც ერთი სახის პოლიტიკური განცხადებით, აი რა არის ზღვარი თუნდაც განცხადებაში, ხო, მრევლს შეიძლება იყოს, მოდი კონკრეტული ამოსავლეთ ეტნიდან რომ ამოვიდეთ, ვთქვათ, ქართული ოცნების მხარდამჭერით, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ჩვენთვის სუბიექტურად და შეიძლება იყოს, ვთქვათ, რომელიმე კონკრეტული სხვა პარტიის მხარდამჭერი. ხო, აი, მღვდლის პირადი პასუხისმგებლობა სად გადის, როგორც წემსის, როგორც სულიერი მოძღვარის, რომ ყველას როგორ ვთქვა, დაბრკოლება არ შეუქმნას თავის რწმენაში თუ მის რაღაცა რელიგიურ მისწრაფებაში თავისი პოლიტიკური განცხადებით. აი, სად არის ეს ზღვარი გავლებული კანონიკურად ერთის მხრივ და მეორეს მხრივ განმარტებითად მე ამ კანონიკის. კანონიკურად, აი მაგალითად მე ვიცი ეპისკოპოსებიც ვიცი მღვდლები, რომლებიც ამ ბოლო არჩევნები, ბოლოს წინაც და ბოლოც იქცეოდნენ ისე, როგორც არ უნდა იქცეოდეს სასულიერო პირი და ასე უბნებოდნენ, რომ ვინც ოპოზიციას ხმას მისცემს, მას არ ვაზიარებთ. ეს ყველაზე დაბალი საჯელი იყო, თორე წეული იყოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს არის ყოველად მიუღებელი. ყოველად მიუღებელი. აი ეს თუნდაც რომ ხვალ ოპოზიციაში ოცნება იყოს. მე მიუხედავად იმისა, რომ ესე გავარ გამოცხადებული მათ მტრად, თუმცა მე მათი მტერი არა ვარ, არამედ იმათი მტერი ვარ, ვინც ქვეყანას ყოფავს. და ჯერად ესენი აღმოჩნდნენ მაგზაზე. თორე არაფრით არ შეიძლება. ანუ ეკლესიური და ეს პოლიტიკური ამ შემთხვევაში პარტიული არ უნდა გაურიო ერთმანეთში, მაგრამ მე მაგალითად არასოდეს იმის გამო რომ ოცნების მხარდამჭერი იყო, არავისთვის არ ამიგზალია ზიარება. თუმცა ვკამათობდით რაღაც საკითხებზე, რუსეთის მიმართებაში განსაკუთრებით. როცა რუსეთი მოწყობდა, მაგრამ ზიარება არ ამიგზალია. იმიტომ რომ ეს სხვადასხვა რაღაცა. აი მე მაგალითად ვერ ამიგრძალავს ვერც ერთი სასულიერო იერარქი, პატრიარქიც ვერ ამიგრძალავს იმის თქმას, რასაც მე ვამბობ თავრობის კურსის მიმართებაში. როცა ეს ჩემს ერს ეხება. თუ ეს რო ეხებოდეს ორ პარტიას, ან პარტიული რო იყოს, მაშინ შეუძლიათ მითხრან რომ შენ რა ნაციონალი ხარ, ანუ ოცნება ხარ თუ მღვდელი ხარ. ესმის, მაგრამ ეს არ ეხება პარტიას. ამიტომ როცა საკითხი ეხება სახელმწიფოს სახელმწიფოებრიობას, მე იქ უკვე ქართველი ვარ. მე სხვანაირად არ შემიძლია და არც არავის შეუძლიათ ჩემთვის, იმიტომ რომ მე მღვდელი რო გავხდეს, არ ნიშნავს რომ ეროვნება დავთმე, ხო? კაი მე ბერი ვარ და შვილი არ ამყავს, მაგრამ იმ დეკანოზები ისინი უფრო უნდა ყვიროდნენ. რომელსაც 8-9 შვილი ყავს და რუსეთისკენ მიახანებენ და ხვალდაზე შეიძლება რუსი ჯარში აღმოჩნდეს. ისინი უფრო უნდა ყვიროდნენ, ხო? ჩემი თვალთახედვით მე კი არა, ისინი უნდა იყვნენ ქუჩაში, რას გვიშვებით, რა სად მიყავთ ეს ბავშვი? იმიტომ რომ იმას შვილი ყავს. და მღვდელია. და შვილს უგზალავენ, თქვათ, აი უნივერსიტეტი გაუქმეს, ერთი მეორე, იქ მე-12 კლასი გაუქმეს და ეს შვილი უცხოეთში ვერ ჩააბარებს. და უნდა წავიდეს ლომონოსოვში ან სადღაც რუსეთის. უნდა მას? არ უნდა. რა ვქნათ? არ ამოიღოს ხო? როცა მიშვილს ეხება. ამიტომ ეს ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა მე ზოგჯერ ერისკაცი ვარ და ზოგჯერ მღვდელი ვარ. აი ეს ჩანს კიდევაც და
ძალიან ისეთი რთული დილემა ზუსტად აი ეს მაინტერესებს თქვენი ხედვა რა არის რომ აი სად არის ზღვარი არსებობს თუ არა ესეთი კონკრეტული ზღვარი მაგალითად რა შეიძლება რა სიმძიმის პოლიტიკური განცხადება შეიძლება მაგალითად გაკეთდეს და რა ფორმის ალბათ ამასაც აქვს მნიშვნელობა ამბიონიდან ამბიონიდან ალბათ მე კანონიკიდან SMS-ის რომ პირდაპირ მიუღებელია კონკრეტული მხარდამჭერი ანუ არ მყოფელი განცხადება გაკეთდეს მაგრამ მორალური და ზნეობრივი შეფასება შეიძლება კონკრეტულ ქმედებას მიეცეს ხო უბრალოდ აი სად არის თუ არა ვალდებულება ერთის ხრივ ხდლის რომ კონკრეტულ მომენტში თავის მრევლს მოუწოდოს რაღაც ქმედებისკენ ამ პირიქით თუ ხედავს რაიმე კონკრეტულ საშიშროებას და თუ კი აი რა არის ეს წყალგამყოფი ასე ვთქვათ, როდესაც სასულიერო პირი ხდება ვალდებული რომ ვთქვათ ხმა აიმაღლოს რაღაც კონკრეტულ საკითხზე, ხო? ამბიონიდანაც შეიძლება, როცა ეს ეხება ერს და ეროვნულს და არა არჩევნებს. მაგრამ არჩევნები თუ გადამწყვეტია ერის თავისუფლებისთვის და ასე შემდეგ, მაშინაც შეიძლება. იმიტომ რომ მე ესე ვთვლი, რომ დღეს გადამწყვეტია ის, რომ ოცნება არ უნდა იყოს მთავრობაში. გადამწყვეტია ჩვენ. აი ამ პოზიციაში. თუ ხვალ პოზიცია შეცვალა და თქვა რომ ჩვენ მივდივართ ევროპისკენ და ყველაფერი გააკეთა რომ ევროპული ამ ცივილიზაციის ნაყოფი ისა ნაწილი გახადა საქართველოს, მე გავჩუმდები. მე მთავრობაში მოსვლა კი არ მინდა. ამიტომ მღვდლის მოვალეობა არის ის, რომ პოლიტიკაში რომ ერთი ჯგუფი მეორეს პოლიტიკურად ედავება, იქ მხარე არ იყოს. აი როგორც დათათუდაშხეში არის კარგად. ერთი არის პოლიციელი, მეორე არის ავაზაკი, აბრაგი. და ახვედრებს. ხო ესე ის დიაკვანია სხვათა შორის მამა არის დიაკვანი წიგში ხო და ის ეკლესიის სახე არის რა როგორ ახვედრებს ერთმანეთს მხარე კი არ არის იმასაც აძლევს შენიშვნას და ამასაც ამიტომ ჩვენ პოლიტიკური ბრძოლაში არ უნდა ჩავერიოთ შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში მაგრამ ეს არ არის შიდა პოლიტიკური ბრძოლა ჩვენ რუსის მთავრობა გვყავს. რუსი დააჯდა მოაჯდა საქართველოს მთავრობა ეს არის რუსეთიდან გამოგზავნილი. და რუსი საქმეს აკეთებს, ხო? აი ამიტომ ამოვიღე ხმა, თორე ეს რო იყოს პირადი რაღაც ურთიერთობა, არაფერს არ ვიტყოდი. მაგრამ ეს ზოგადად რამდენად რთული საკითხი გგონია, ანუ მღვდელი როგორც მოქალაქე თქვენ ახსენეთ, რომ რაღაც მომენტში შეიძლება ეროვნული ან როგორც ქართველი ლაპარაკობთ და რაღაც მომენტში როგორც სასულიერო პირი და აი ჩვენ როგორც ყველა ვართ საქართველოს მოქალაქეები და თუ კეთილსინდისიერი მოქალაქე ხარ, ამას მოყვება რაღაც ვალდებულებები, ხო? ან ის თავისუფლება, რომელიც შენ გააქვს როგორც სახელმწიფოს წევრს, ამ თავისუფლება არ გულისხმობს, რომ რასაც მინდა იმას ვაკეთებ. თავისუფლება პასუხისგებლობასაც მოიცავს, ხო? რომ რაღაც უსამართლობაზე ხმა მოიღო, რაღაც ეცადო რომ შენი ქვეყანა უკეთესი გახდეს. სულ არ იყოს რაღაც უბედურება და ომიანობა. ეს შენი როგორც მოქალაქის ვალდებულება, მე ასე მესმის, რომ საზოგადოებრივ სიკეთე ეცადო რომ თესო და აი მაგ ხრივ რამდენად ხედავთ განსხვავებას ანუ რიგით მოქალაქესა და სასულიერო პირ შორის. არის რამე სხვაობა? მღვდელი როგორც მოქალაქე. სხვაობა ის არის, რომ მღვდელი რაღაცნაირად უფრო თავშეკავებულია, მაგრამ თუ სიტყვა ამოიღო, უფრო მეტს აკეთებს. იმიტომ რომ გავლენა უფრო მეტია. ხო, ჩაის მოსამართლეს აქვს ვალდებულება რომ თავშეკავებული იყოს. ხო, უფრო თავშეკავებული უნდა იყოს, მაგრამ როგორი რაღაცა არის, იცით რომ აი თუ ჩვენ სუბთა საეკლესიო პოლიტიკურად ეკლესიის პოლიტიკა როგორი უნდა იყოს პოლიტიკაში არ გულისხმობ პოლიტიკას არამედ ეკლესიის მართვა გამგეობა და ასე შემდეგ თუ აი სუბთა ეკლესიურად მიუდგებით ამბროსი ხელაიას გამტყუნება შეგვიძლია იმიტომ რომ იქ არაფერი არ იყო ქრისტიანული ერთადერთი ის რომ ხალხს კლავდნენ და ისინი ამბობდნენ ბოლშევიკები ისინი არიან მელშევიკები და ისინიც ქართველები იყვნენ ვინც დაიპყრო საქართველო
კი რუსების ძალით, მაგრამ ქართველები იყვნენ. და ისინი სხვათა შორის ეუბნებოდნენ, რა შენი საქმეაო, პოლიტიკა. რატო ერევიო? და ამ რუსის რო ეუბნებოდნენ, ჩვენ რა მეფე ხო არ გადავაგდეთო? მეფე რო გადაგვეგდო, მაშინ ხო ამოგეღო უნდა ხმა, იმიტომ რომ მეფე საღიარებდა ეკლესია, ხო? მაგრამ ვინ იყვნენ ისინი ზურზღუნოები იყვნენ, ხო? ვინ იყო ნოე ჟორდანია? ხო, მან ჩვენ შეიძლება ვიდეოთ. არა, მე ისინი რასაც უყენებდნენ ბრალად, იყო რომ ნოე ჟორდანიას ნაცვლად მოვედი ჩვენ. კი. და რა, საქართველოს თავისუფალი იქნება, რესპუბლიკა იქნება. ასე შემდეგ და რაღაც პერიოდის განმავლობაში ფაქტიურად შეინარჩუნეს კიდეც 1-26 მაისს აღნიშნეს მათ შორის ოცნებურად. კი, იგივე პრობლემას ეუბნებოდნენ და მაშინ ამ რუსისთანაც ისინი მართლები იყვნენ, მაგრამ არსებობს მამობა, არსებობს ზნეობა და არსებობს ის რომ მის მიუხედავად იმისა რომ პატრიარქი იყო მას ეს სამოქალაქო მოვალეობაც ჰქონდა რომ ქვეყანა იღუპებოდა, ხალხს ქუჩაში ხრედნენ და ამოიღო ხმა. ხო, აი აქ ძალიან საინტერესო შეკითხვა დასვა გიომ, ხო? მღვდლის ფუნქცია სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიაში მკვეთრად განსხვავებულია. თქვათ აი ბერძნულ, ბიზანტიურ, აი უფრო ქართულ ეკლესიაში მას არ აქვს მაგალითად ისეთი ვალდებულებები, რომელიც მაგალითად სამხრეთ ამერიკაში. ხო, სამხრეთ ამერიკაში რაღაც მომენტში მღვდლები გახდნენ თავარი პასტორები გახდნენ თავარი მაორგანიზებელი რაღაცა აი ამ ანტიკოლონიალური აჯანყებებისა, ხო? სამხრეთ ამერიკა, ხო, ლათინური ამერიკა განიცდიდა წლების განმავლობაში ამ ძიმე კოლონიზაციას, ერთადერთი თქვათ რაღაც განათლებული ადამიანი, რომელთან შეიძლება ამ ხალხს შეხება ქონოდა იყო საკვირაო წირვაზე მღვდელი და აი მარქსს ესეთი ძალიან ცნობილი გამოთქმა აქვს რომ რელიგია ეს არის ოპიუმი მასებისთვის რომელსაც ელიტები იყენებენ აი აქ ალბათ თავი შეცდომა რაც მან მარქსის არის თუ ლენინის მარქსის ლენინი იმეორებდა ესე რა ხო ძირითადად ლენინისგან გამიგებდა ხო და ნუ მარქსი აქ შეეცდა იმიტომ რომ ვერ დაინახა ეს მღვდლები რომელებაც თქვა სამხრეთ ამერიკაში ფაქტიურად გადაარჩინეს ეს ადამიანები რაც ორგანიზებას შეუწყეს ხელი მაგრამ ჩვენ ამას და კონტინენტურ ევროპაში სხვათა შორის კათოლიკურ ეკლესიას მღვდლებს გაცილებით უფრო სხვა როლში ვხედავთ ხოლმე ხო ისინი ხშირად გვევლინებიან რაღაცა უპოვართა დახმარებების რაღაცა ორგანიზებული ფორმებით ეკოლოგიასთან ძალიან ისეთი მიმართება აქვს კონკრეტული და ის ხო რა და ჰოლისტურად უყურებენ ხო როდესაც რაღაცა დედამიწის შენარჩუნებაზე და როგორც ყველაფრის რაღაცა ღვთისმშობლების შენარჩუნებაზე არიან ორიენტირებულები. აი ქართული და ზოგადად ბიზანტიური და ქართული ეკლესია მღვდლები თითქოს ძალიან დაცლილები არიან და უფრო პატრიარქალურები არიან თავისი არსით და ცოტა უფრო ზემდგომები ვიდრე მრევლი, ხო? ანუ მათი ეს სოციალური როგორ თქვა პასუხისმგებლობა ნაკლები არის ხოლმე ხო ჩვენ რაღაცა ვხედავთ წლების განმავლობაში დამრიგებლობით მამას ხო რომელიც ცოტა უფრო მაღლა დგას და რაღაცა მხოლოდ და მხოლოდ როგორ თქვა ეპისტოლური დამოკიდებულება აქვს შენს მიმართ და ის აღსარების ფორმაც რომელიც თქვა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს არის მხოლოდ ეს ხო რაღაცა ხშირად თუ მღვდელი არ არის თვითონ მოწადინებული, ესეთი კულტურა არის ეკლესიაში, რომ როგორ თქვა, არ არის უფრო ახლო კონტაქტი, ხო, რაღაცა გარეთ მდგომად ითვლება მღვდელი მრევლისგან. აი, თქვენ როგორც ერთ მღვდელს როგორ წარმოგიდგენიათ, რა არის მღვდლის როლი საზოგადოებაში, ხო? აი, ის შეკითხვაც იგივე, რომ აქ თუ არა მას სოციალური პასუხისმგებლობა, რომ თქვათ რაღაცა სოფელში იყოს წარმმართველი მაგალითად რაღაცა კონკრეტული ღონისძიებების არ ვიცი შეიძლება იყოს რომ დავასუფთავოთ მდინარე რაღაცა დავეხმაროთ გაჭირვებულ ოჯახებს ორგანიზდეთ რაღაცა კუთხით შრომის კუთხით თუნდაც თუ ეს არის რაღაცა მკაცრად უნდა იყოს მოქცეული თქვათ რელიგიურ და წამსობრივ რაღაცა თეოლოგიურ საკითხებში რომელიც მხოლოდ ეკლესიის ამ ეზოში ხდება და იქ მთავრდება იმიტომ რომ ეს ფორმა ჩემი აზრით მღვდლის როგორც მწყემსის და მამამთავრის ფორმა თუ როგორია შემდეგ სულ სხვა კალაპოტში აქცევს თუ რაღაცა დიდი პოლიტიკური საკითხი ხდება ხო იმ შემთხვევაში თუ ესეთი ორგანიზების
ეკლესია გვექნებოდა შეიძლება სუბიექტური აზრია, შეიძლება შეკითხვაც არ გაჩენილიყო იგივე თქვენი პოზიციონირების მიმართ, ხო თუ რაღაცა მღვდლებს ისედაც აქტიური სოციალური როლი ექნებოდათ გარდა აი ამ მხოლოდ თეოლოგიური აზრის გადაცემისა, ხო, რომელიც დღეს ეკლესიაში ხდება. აქედან გამომდინარეობს ჩემი შეკითხვა, ხომ არ იყო ეკლესია გათიშული ამ რაღაცა საზოგადოებრივი ქსოვილისგან, განსაკუთრებით აი ამ სამოქალაქო ნაწილში. საზოგადოება არ გვყავს. არც საქართველოს ეკლესია. უბრალოდ საქართველოს ეკლესია ქვია ქართველებისაგან შემდგარ სასულიერო პირებს. თორემ ჩვენ ქართული ეკლესია როგორი იყო და რა იყო არ გვინახია. იმიტომ რომ ის გაქრა 200 წლის წინ. უფრო მეტი. ამიტომ ჩვენ ვართ ფაქტიურად რუსულ ყალიბში ჩამოყალიბებული, ჩამოსხმულები. ამიტომ მე ეხლა რასაც ვამბობ ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა, მე არ ვიცოდი ეს ასე რამდენად იქნებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი ოცნებამ ამ ხელისუფლებამ კარგად გამოაშკარავა, რომ თურმე ჩვენ ეროვნული ეკლესია არ გვაქვს. არ საზოგადოება. და მე არ ვიცი ახლა ეს დასალაგებელია, ახლა რასაც თქვენ ამბობთ, ეს უნდა მოხდეს. რამენაირად უნდა მოხდეს, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს, იმიტომ რომ იმდენად ღრმად არის შემოსული რუსული მენტალური რაღაც ეკლესიური ცნობიერება. და ანუ რუსული კი არ არის, თან რუსული თავისთვის სხვანაირია. რუსეთის მიერ შექმნილი პროპაგანდით შექმნილი ეკლესია ვართ. თორე რუსები თავისთვის ეკლესია რუსკი მირისთვის რუსული სამყაროსთვის იბრძვის, ხო? როდა ჩვენ აღმოჩნდით, რომ ჩვენც რუსული სამყაროსთვის ვიბრძვით. ეს ქართული სამყაროსთვის კი არა, რუსულისთვის ვიბრძვით. აი, კატასტროფა იყო მაგალითად ის, რომ მსოფლიო პატრიარქის მიერ მოწვეულ კრებაზე, კრეტას კრებაზე საქართველოს ეკლესია არ წავიდა. ეს როგორი რაღაცა იყო, იცით, რომ აი ეკლესია მადლიზე დამოუკიდებლად შეეძლო მსოფლიო თანამეგობრობა, თანაეკლესიები და ავტოკეფალიური იქ დაფიქსირებული იყო, იქ მისულიყო, გაეცნო საკუთარი თავის რაღაცა სიტყვა ეთქვა. მაგრამ რუსეთმა არ გაგვიშვა. არ გაგვიშვა, იმიტომ რომ არ აწყობდა ჩვენ რომ სხვა ეკლესიათან მქონდეს ურთიერთობა. და ეს ერთ-ერთი მე ჩანაწერები ხო გასაჯაროვდა, სადაც 4 ეპისკოპოსი იყო მისული, რომლებმაც პატრიარქი გადაარწმუნეს იმაში, რომ ჩვენ არ უნდა წავიდეთ იქ. გადაარწმუნეს, წასვლა უნდოდა პატრიარქს და დაარწმუნეს. ეს ყველაფერი არის რუსული ხელწერა. ამიტომ საერთოდ როგორ არის იცით, ახლა ღმერთმა რომ მე რო დღეს მღვდლობას ეჩერებული მაქვს და მღვდელი რო მღვდელმოქმედება რო არ შემიძლია, ანუ ფაქტობრივად მღვდელი არ ვარ, კი მქვია მღვდელი, არქიმანდრიტი ვარ, მაგრამ მღვდელი არ ვარ. იმიტომ არაფერი მღვდლურის გაკეთება არ შემიძლია. ხო და ეგ ახლა ღმერთის გარეშე არ მოხდებოდა. მე არ ვამბობ რომ ღმერთმა გააკეთა, მაგრამ ღმერთმა ხო დაუშვა. მე ხშირად ფიქრობ ამაზე, რატო დაუშვა ღმერთმა. ხო, ისიც სხვა შეიძლება თეოლოგიაში ცოტა უფრო ჩახტული ვიყავი. ღმერთის როგორ თქვა, თანამონაწილეობა ჩვენს რა ძალიან ადამიანურ ენაზე რო თქვა და მარტივ ენაზე რამდენად ერევა კაცობრიობის საქმეებში, მაინტერესებდა უბრალოდ ეს დღეს ჩვენი საკითხი არ არის. თორე გავაგზავნებით სიამოვნებით, თქვენ ერთი მნიშვნელოვანი საკითხს შეეხეთ, ხო? ანუ კიდე ერთხელ იმ პრიზმიდან რომ დავინახოთ, მე ვცდილობ რომ რაღაცა მიმართება, როგორც თქვათ, მომავალ პოლიტიკოს გამაჩნდეს ეკლესიის და სახელმწიფოს მიმართების. მე მაინტერესებს თქვენ როგორ ხედავთ ერთის მხრივ ქართული ეკლესია, ისე როგორც მთლიანი ქართული სახელმწიფო, რუსული
იმპერიის მიერ იყო, როგორ თქვა, ხო, რეპრესირებული, ჩაგრული საუკუნეების, ორი საუკუნის განმავლობაში, ხო, რუსული, цаრისტული ეკლესია მთლიანად მოიღო, თქვა, ქართული ტრადიცია და განადგურდა ლოცვების დონიდან დაწყებული, ელემენტარული ზიარების წინა ლოცვებიდან დაწყებული უმაღლესი იერარქია როგორ უნდა ყოფილიყო მოწყობილი, ხო, სინოდიალური მართლობა აქ გადავედით და ეს კირით გადაღებვა ეკლესიების ეს ყველაფერი ვიცით, ისევე როგორც მთელ ქვეყანას რა უქნეს, საქართველოს როგორც სახელმწიფოს და ალბათ შეუძლებელია, რომ ის ახალი ქართული ეკლესია ერთის მხრივ არ ეფუძნებოდეს ეროვნულ და ნაციონალისტურ იდეებს. თუმცა ეროვნული და ნაციონალური იდეები ხშირად ძალიან სუბიექტურია, ხო? მე მაინტერესებს თქვენ რამდენად ხედავთ ეკლესიის აი მომავალ მოწყობაში სოციალური მნიშვნელობის და შინაარსის შეტანას. ანუ რამდენად უნდა იყოს ქართული ეკლესია გარდა იმისა, რომ ეროვნულ საფუძველზე იქნება დაფუძნებული, სულ რო არ გვინდოდეს იმდენად არის ეს ქართული იდენტობის ნაწილი, ხო? თუ რაიმე არის ქართული იდენტობის ნაწილი, ერთ-ერთი არის ეკლესია აუცილებლად. აი ეს სოციალური ნაწილი, რომელიც მე ვახსენე, ხო, რომელიც იგივე სამხრეთ ამერიკაში მკვეთრად არის, რომელიც მეტია კათოლიკურ ეკლესიაში, თითქმის ვერ ხედავთ ქართულ ეკლესიაში, ხო? როლი და ვალდებულება საზოგადოების მიმართ და არა სახელმწიფოს მიმართ. მაინც და მაინც, ან იგივე სახელმწიფოს მიმართაც შეიძლება კონდეს, როგორც აი ვთქვათ, სოციალური უთანასწორობის მაგალითად ერთ-ერთი მოწინააღმდეგე და მისი აღმოფხვრის ერთ-ერთი, იმიტომ რომ ქრისტიანობა კულტურულადაც და თეოლოგიურადაც მე ესე მიმაჩნია, შეიძლება ვცდები, პირველ რიგში არის ჩაგრულების რელიგია. უპოვარების, ჩაგრულების რელიგია და თითქოს დღევანდელი ქართული ეკლესიიდან და ეს ჯანსაღკრიტიკად მინდა მიიღოს ყველამ, ვინც ამას მოусმენს და არ მინდა რომ გაბრაზდნენ, აქედან აი ეს ხალხი თითქოს მთლიანად გამქრალია და წლების განმავლობაში იქცა რაღაცა არ მინდა ცუდად გამომივიდეს ვიღაცების კეკულცობის ადგილად, როდესაც ეკლესიაში სიარული იქცა არა რაღაც სულიერ მდგომარეობა და სულიერ საკითხად, არამედ რაღაცა იმიჯის ნაწილად, ხო? და არ იყო ყველასთვის ეს. ანუ რამდენად უნდა დაეფუძნოს ახალი ქართული ეკლესია აი ამ სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი ინსტიტუტის იდეას თქვენი აზრით. ხედავთ თუ არა ამის საჭიროებას და პასუხისმგებლობას? სოციალურ სამართლიანობაში კონკრეტულად რას გულისხმობ? აი მაგალითად, ნუ დღეს რო ქართული რაღაცა საზოგადოების სტრუქტურა ავიღოთ, მე ესე მიმაჩნია რა, ეხლა მე ძალიან სუბიექტური შეულობა მაქვს, იმიტომ რომ მე ესეთი რაღაცა შეხედულება მაქვს ქართული საზოგადოების და ზოგადად სოფლიოს მიმართ, რომ ეს სხვაობა, ვთქვათ, მდიდარ ნაწილს და ღარიბ ნაწილს შორის ჩვენი საზოგადოებისა არასდროს არ ყოფილა ესეთი მკვეთრი და ესეთი ცალსახა. და ამის აღმოსაფხრელად მე მიმაჩნია ეს განმათავისუფლებელი რელიგია რაც არის, ანუ ამის გამოცდილებებით არსებობს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყნის 80-85% მკვეთრად ასახელებს მართლმადიდებლობას და ქრისტიანობას როგორც მის რელიგიას, ჩემი აზრით სახელმწიფოს ეკლესიას უნდა გააჩნდეს ეს როლი, უნდა ხედავდეს აი ამ რაღაცა გათანაბრების, ოღონდ ამ ღარიბი ფენის გაძლიერების ხარჯზე, ხო, ის უნდა იყოს თავარი მოამაგე სახელმწიფოს მიმართაც ჩემი აზრით, რომ ამ ადამიანების მიმართ გატარდეს კონკრეტული პოლიტიკები და მეორე მხრივ ეკლესია უნდა იქცეს ადგილად, სადაც ეს ადამიანები იპოვიან თავშესაფარს საჭიროების შემთხვევაში. აი, რამდენად ხედავთ ამ ნაკლს დღევანდელ ქართული ეკლესიის მოწყობაში და ხედავთ თუ არა ჯერ, რამდენად ხედავთ და რამდენად შეიძლება იყოს ეკლესია საერთოდ ამის მოამაგე და ვთქვათ, როგორ თქვა. მოკლედ სოციალური პროექტები, პროგრამები აქვს დასავლეთის ეკლესიებს, რელიგიებს. ეს პირდაპირ არ აფინანსებენ. ჩვენთან ხო პირდაპირ დაფინანსება ხდება სახელმწიფოსგან, რაც მაგაზეც ვისაუბროთ, თუ გინდა მე არ მივაჩნია სწორად და არც უნდა იყოს, მაგან დაღუპა ეკლესია. უბრალოდ ეს სოციალური პროგრამები გამოიწვია იმან, რომ რახან პირდაპირ დაფინანსება არ იყო, ეკლესიები წერენ სოციალურ პროგრამებს, იქ
ბავშვთა სახლები ეგ ისე და ამაზე ურიცხავენ ფულს. იქ ფული არ ჭირს, უბრალოდ პირდაპირ რელიგიას არ აფინანსებენ, არამედ რაღაც პროგრამებს უფინანსებენ და ამიტომ გამოიწვია ეს პროგრამები და ეს ბევრად არის და ჩვენთანაც ეგ დასავლეთიდან შემოვიდა და მე არ მიმაჩნია ეგ სწორი რამე რო იყოს. ეკლესიას არ უნდა გააჩნდეს არც ბავშვთა სახლი, არ უნდა გააჩნდეს არც მოხუცთა და არც არაფერი, რაც სახელმწიფოსთან არის და არც ის, რომ უპოვართა სასადილოები, რომელიც სახელმწიფოდან ფინანსდება. იმიტომ რომ ამით მერე კონკრეტული მღვდელმთავრები თუ მღვდლები არიან ყურით დაჭერილი. და მერე აქებენ და ადიდებენ თავრობას, რაც არ უნდა ცუდი გააკეთოს. ეს ამ კონტექსტში ესეა, თუმცა აი ამ კონტექსტში ნორმალური მოწყობის სახელმწიფოში ეს ეხედავთ, რომ არ შეიძლება რომ ეკლესია გახდეს რაღაცნაირი ორგანიზება აიღოს საკუთარ თავზე მსგავსი პროგრამების მაგალითად და მისი სოციალური არ უნდა გააკეთოს ეს ეკლესიის საქმე არ არის, ეკლესიამ უნდა მოუწოდოს, რომ სახელმწიფომ გააკეთოს. სახელმწიფომ გააკეთოს. ის ფული, რომელიც ეკლესიას ეძლევა, ისიც უნდა იყოს სახელმწიფო კონტროლში. თუ იქნება საერთოდ, სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს, სად მიდის და სახელმწიფომ უნდა გაუშვას, სადაც არის საჭირო. მაგალითად, სკოლებშია საჭირო საეკლესიო სკოლაში, სახელმწიფომ გააკონტროლოს და თვითონ გადაუხადოს ხელფასი და უყიდოს საჭმელი. ეკლესიამ აკონტროლოს, რამდენად სწორად ასრულებს სახელმწიფო ამას. და თვითონ ის ფული არ უნდა განაგოს. იმიტომ რომ როგორც კი თვითონ იწყებენ ფულის განგებას, იქ მერე, რა ვიცი, თავისუფლება იკარგება, ხო ეგრე გამოდის. არა, იქ ფულის გულისთვის არიან და მერე დაჭამეს ერთმანეთი და რაც უბედურებები ხდება მაგ ფულის გამო. კი, და ისედაც ალბათ თუ რომელიმე რელიგიას არ უხდება სინამდვილეში ფული და აი მაგალითად უნივერსიტეტი აქვს საპატრიარქოს. უნივერსიტეტი, რომელსაც სახელმწიფო უხდის ხო ფულს და კიდე ცალკე უხდის უნივერსიტეტს, ცალკე საპატრიარქოს ის სახელმწიფო ფული. იმ უნივერსიტეტში რა სასწავლიან? ქართულს, ფიზიკას, მათემატიკას. აი მე მოდელმა რატო უნდა ვასწავლო ქართული? ხო, აი ეს საინტერესო თქვენ მიგაჩნიათ რომ არ შეიძლება მღვდელი მაგალითად იყოს ფიზიკის პროფესორი. ეს როცა მარტო გიმნაზიები იყო და მღვდლის მეტი განათლებული არავინ არ იყო, მაშინ ასწავლიდა, მაგრამ ახლა ქართული ჩემზე უკეთესად იცის ნებისმიერმა აი შენ და შენი ტოლი ბავშვმა შეიძლება ქართული გრამატიკა ჩემზე უკეთესად იცოდეს. რა არის მე, იმიტომ რომ უკვე ერშია ეს განათლება. აი მე ეკლესიაში რატო უნდა მქონდეს უნივერსიტეტი, სადაც საერო საგნებს ასწავლიან. გიმნაზია მესმის, სემინარია მესმის, სადაც სასულიერო საგნები არის. აი უნივერსიტეტი რატო უნდა მქონდეს? და მე რატო უნდა მიფინანსებდეს ამას ესა? თქვენ მგონი ხშირად ლაპარაკობთ აი მსგავს მაგალითებზე, ეგეთ ფრაზაც არსებობს, ზუსტად არ მახსოვს ვინ თქვა, რომ ტრადიცია არის ცეცხლის გადაცემა და არა ფერფლის თაყვანისცემა და ის რომ რაღაც ხდებოდა წარსულში არ ნიშნავს რომ ავტომატურად ტრადიციად უნდა მივიღოთ, ხო, თუ დღევანდელობას არ შეესაბამება, მარტო იმიტომ რომ რაღაცას აკეთებდნენ ერთგვარად მე-19 საუკუნეში არ ნიშნავს რომ ავტომატურად 21 საუკუნეში ყველაფერი რეგიონერად უნდა გავაკეთოთ, მაშინ ხო წინსვლა არ იქნება არაფერში. აი პოლიტიკაზე და ქრისტიანობაზე ეს ყოველთვის არის ეს ლაპარაკი, თუნდაც ევროპაშიც რეფორმაცია რელიგიური პროცესი იყო, მაგრამ პოლიტიკური პროცესიც იყო და იგივე ყველაზე ცნობილი შედარება მეტაფორა სახელმწიფოსი ლევიათანიც ბიბლიიდან მოდის, ხო, იობის წიგნში არის ლევიათანი. მაგრამ ჩვენ მე რასაც ვხედავ დღეს ეს არ ცუდია თუ კარგი მაგას არ ვამბობ, მაგრამ ქართველი პოლიტიკოსები, პოლიტიკური აქტორები სულ ლაპარაკობენ აი რელიგიაზე და ტრადიციაზე რაღაცნაირად ეს სიტყვები აქვთ კავშირში და აი ჩემს დაკაც ცოტა
დასავლეთის კალკია, ეს უყურებენ ამერიკელ პოლიტიკოსებს, ბრიტანელ პოლიტიკოსებს, რუს პოლიტიკოსებს, რომლებიც ეს კონსერვატიზმი, რასაც ქვია, რომელიც მე რომ მკითხო, მე საქართველოს არ მესმის წესი ბოლომდე ეს რას ნიშნავს, იმიტომ რომ მაგალითად ამერიკაში კონსერვატიზმი მაგას ნიშნავს, ბრიტანეთში საერთოდ მოდის ეს იდეოლოგია, ეს ნიშნავს პოლიტიკური ინსტიტუტების შენარჩუნებას. აი მაგალითად მე მაქვს სასამართლო, საუკუნეებია მაქვს ეს სასამართლო, რომელიც მუშაობს, რომელზეც დგას ჩემი სახელმწიფო და მე ეს უნდა დავიცვა და მე არ დავუშვებ იმას, რომ ვიღაცამ აიღოს და 2 წუთში ეს ყველაფერი შეცვალოს, მაგრამ საქართველოს სამწუხაროდ თქვენ რაც ახსენეთ, რომ საზოგადოება შეიძლება მაგაგებით არ უყავს და სახელმწიფოც მაგაგებით ჩვენ ჯერ არ გვაქვს, ხო? ანუ ჩვენ ეს პოლიტიკური ინსტიტუტები ასაშენებელი გვაქვს მომავალში და იმედია მას მოვახერხებთ. ანუ არც სასამართლო არ გვაქვს როგორც გამოჩნდა, არც პარლამენტარიზმი არ გვაქვს როგორც გამოჩნდა და ეკლესია ამ მხრივ და ქრისტიანობა რაღაც ამ პოლიტიკოსების რიტორიკაში, აი ჩემი აზრით მაინც უფრო ქულების დასაგროვებლად, მაგრამ იმიტომ რომ მოსახლეობაში ეს მხარდაჭერით სარგებლობს და ეს კვლევებიც აჩვენებს, ანუ რაღაცნაირად უშინაარსო დისკუსია გამოდის საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ რაღაც არარსებულის შენარჩუნებაზე ვლაპარაკობთ ყველა, ნაცვლად იმისა, რომ ვილაპარაკოთ შენების პროცესზე, ხო? ჩვენც ხო ახლა მაგაზე, ანუ მე თუ სწორად გავიგე, ანუ გამოდის, რომ ეს ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვაქვს სახელმწიფოს და ამ საზოგადოების და ეკლესიის ურთიერთობა, თუ ეს როგორც დამოუკიდებელი და შინაარსი რაც მოიცავს ამ სიტყვას ეგ ინსტიტუტები, თუ ჩვენ ისედაც არ გვაქვს. და ეს უბრალოდ არის რაღაც სუბიექტი, რომელიც იბრალებს, რომ სახელმწიფოა და შეიძლება რაც სასულიერო პირები, რომლებიც იბრალებენ, რომ ინსტიტუტი არიან. ხო? ანუ ეს გამოდის, რომ ნულიდან არის ასაშენებელი და მაშინ გამოდის, რომ ჩვენ შეიძლება კულტურულ ტრადიციებზე ვილაპარაკოთ, მაგრამ შინაარსობრივად პოლიტიკურ ტრადიციაზე ჩვენ ამ შემთხვევაშიც ანუ რაღაც უშინაარსო იდეოლოგია ეს. კონსერვატიზმი მაინც დაკონსერვებასთან არის ხო კავშირში რაღაცის შენარჩუნება, რაც მუშაობს. ხო, დაკონსერვება რაღაცის, რომ არ გაქრეს ის და ეს რაც ახლა სახელმწიფოში გვაქვს და რაც ეკლესიაში გვაქვს, კი არ დავაკონსერვოთ, უნდა ხო, შეიცვალოს. უნდა მოვსვოთ ჩი გულისხმობ, უნდა გარდავქმნათ. ხო და მე ვამბობდი, რომ აი რატო დაუშვა ღმერთმა მეთქი ჩემი მოდლობიდან ისა, რომ მე რომ ახლა მაინც სანამ მღვდელმსახური ვიყავი, მაინც ვალდებული ვიყავი, რომ გუნდურობა დამეცვა და სულ რაღაცა მინიშნებებით ვამბობდი, მაინც არ ვამბობდი მან და ამიტომაც დაუშვა, რომ ეს ღმერთისგან არის, ჩემი აზრით, რომ ვისაუბრო ხმამაღლა რაც ხდება ჩვენს ეკლესიაში. და ჩვენი ეკლესია, როგორც აი თქვენ ხედავთ ახლა რომ სახელმწიფო არა გვაქვს, ასე ჩვენი ეკლესია ფაქტობრივად არ არსებობს. მე არ უარყოფ იმ საიდუმლოებებს, რომელიც ახსოვდება და იქ მონათლულია და იქ ნაზიარებია, მაგრამ ეკლესია, რომელიც ღმერთს ემსახურება და რომელიც ადამიანს ემსახურება, არ გვაქვს. ეს ორი არის ეკლესიამ არასოდეს არ უნდა შეწყვიტოს ღვთისმსახურება ადამიანების მომსახურებაში. მაგრამ დღეს ეკლესიაში არ მიმდინარეობს არც საცხონებელი ქადაგება. ეკლესია შეიზილა მთავრობა, შეიზილა ისე რომ ამ ფულით არ ვიცი რატო აღმოჩნდნენ ესეთი ფულმადიდებლები, ანუ გადაყვნენ ამ სიმდიდრეებს და ეს სიმდიდრეებიც ახლა თოხით არ არის მოპოვებული და სიმინდის მოყვანით არ არის მოპოვებული და რაღაც იმით არის რაღაცა წარმოიდგინეთ რომ ვიღაცა ტაძარს აშენებს იქ თურმე კოლცენტრებიდან ურიცხავენ ფულს ითხოვს ტაძარს ნახევარს იქ ათეთრებს იმას ესა და აი ტაძარი ააშენა რა და ტაძარი არ ააშენა ფული იშოვა ანუ ესეთი რაღაცები ხდება. ანუ სანამ ასეთი სახელმწიფო გვაქვს, სანამ ესეთია სახელმწიფო, სანამ სახელმწიფო არ არსებობს, სანამ სახელმწიფოში არ არის დემოკრატიული კანონები,
არ ვიცი, არაფერი არ ეშველება არც ეკლესიას და არც იმას. ან ეკლესია უნდა იყოს მტკიცე. ან სახელმწიფო, რომელიმე ერთმანეთი გადაარჩინოს. დღეს აღმოჩნდა არც ისა გვაქვს და არც ეს. ორივე ერთმანეთი დაღუპა. ეკლესიამ სახელმწიფო, სახელმწიფომ ეკლესია. და მთლიანობაში აი ესე მე მეტნაკლებად მაქვს ჩემი წარმოდგენა, ჩემი ხედვა, იმედი, როგორ უნდა მოხდეს ამ სახელმწიფოს სამართლიანი ნორმალური სახელმწიფოს დაბადება. როგორ უნდა მოხდეს იგივე ეკლესიაში. ანუ თუ აი თქვენ ამბობდით, რომ სახელმწიფომ ფულით, პოლიტიკით გამოაჩინა ის მანკიერება, რაც არსებობდა, ხო? სასულიერო პირებში და ასე თქვა. იცით როგორ არის ორგანიზაციაში. აი მაგალითად სახელმწიფოს შეუძლია იპოვოს კარგი კანონმორჩილი პოლიციელი საქართველოში. შეიძლება შეუძლია იპოვოს თან განათლებული. და ეს პოლიციელი თავის საქმეს ასრულებდეს ხუთიანზე. მას უკვე არა აქვს ის პრობლემა, რომ ეს პოლიციელი შეიძლება პიროვნება არ იყოს. კაცი არ იყოს, მაგრამ კარგი პოლიციელი იყოს. და სახელმწიფოსთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა, მან თავის საქმე უნდა შეასრულოს, ხო ესე? ეკლესიისთვის ორივეს აქვს მნიშვნელობა. ცოდნეც უნდა იყოს, პიროვნებაც უნდა იყოს, ღირსეული უნდა იყოს. ხო და აი ესეთ ხალხს სად მოძებნის ეკლესია, მე არ ვიცი. ხო, აი ეს თქვენ ეს სხვა პრობლემაა, გესმით, აი დავასრულებ. ანუ დააკვირდეთ, სამყარო რაზეა აწყობილი? სამყაროს სჭირდება პროფესიონალი საქმის. მაგრამ ის სახში როგორი კაცია, არ აინტერესებს. შვილი უყვარს, არ უყვარს. რაღაცოლს თუ ურტყამს, დაიჭერენ, მაგრამ ხალატოს, არ ხალატოს, ეს არ აინტერესებს. მას თუ მან მანქანის ჩამოსხმა იცის კარგად. ესე იგი, ის კარგი მუშაა. მაგრამ კარგი პიროვნება არის თუ არა, მას არ აინტერესებს ეს. ეკლესიაში ორივე უნდა იყოს, საქმეც უნდა იცოდე. ცოდნე უნდა იყო ღმერთის და თან მორწმუნე უნდა იყო, თან პიროვნება უნდა იყო და აი ესეთების გამოზრდა არ ხდებოდა და ეს ერთ დღეში არ გამოიზრდება. ამიტომ შენ გააქვს იმედი, რომ სახელმწიფოს ეშველება. მე არ მაქვს იმედი, რომ ეკლესიას რამე ეშველება. ხო, აი ეს საინტერესოა პოლიტიკური ცვლილების შემთხვევაში ვერ ხედავთ თავისთავად ეკლესიის გაჯანსაღების, შიგნიდან გაჯანსაღების შანსს. ყველა ვინც დღეს ოცნებასთან არის შეკრული და შეხმატკვილებული, ყველა ეცდება რომ ახალ მთავრობას შეეკრას და ისე ის ბინძური ხალხი იქნება. აი და თქვენ ახალ შეიძლება ჩაერიოს, იმიტომ რომ აქ არსებობს ხოლმე მიმართება, რომ მირონცხებული შეიძლება ჩაერიოს როგორც თქვათ ისეთივე ხარისხით როგორც მაგალითად სასულიერო პირი, მაგრამ მე როგორც საერო პირი, არ ვიცი, გიორგი გახდა ზეგ პრემიერ-მინისტრი და ის გადაწყვეტს რომ ჩაერიოს ეკლესიის საქმეში. ანუ აქ როგორი მიმართება შეიძლება კონდეს. რო ამბობენ დავით აღმაშენებელის რუის უბნისის კრება, ეს დავით აღმაშენებელი შეკრებილი კი არ იყო. დავით აღმაშენებელმა დააფინანსა, დავით აღმაშენებელმა მისცა უფლება, კურთხევა, რომ ეს გაეკეთებინათ, მაგრამ ის დავითმა კი არ გააკეთა. იქ გააკეთა ეპისკოპოსებმა, ჭყონდიდელმა და ასე შემდეგ. ხო, ანუ მაინც ეკლესიამ გაწმინდა. და ეკლესია უნდა გაწმინდოს თავისი თავი, მაგრამ ვინც გამწმენდელია, ის არის განსაწმენდელი და ახლა კრებსები რო გამოსულიყო მღვდლებზე, მარტო მღვდლებზე. აი ეპისკოპოსები ყველა მღვდელს დაახსნიდნენ ჯვარს. მაგრამ ეპისკოპოსებზე გამოვიდა და ახლა ვინ უნდა დასაჯოს ეპისკოპოსი? ქრისტე ხო არ ჩამოვა. ანუ ვინც დამსჯელია, ის არის დასაჯელი. ხო, როგორ? ხო. ანუ ძალიან ძიმე მდგომარეობაა მაგხრივ. კი, არა. ხო და აი მე მომავალ აი გიორგი თუ გახდება პრემიერ-მინისტრი, გიორგის ვეუბნები რომ აი ეგ ბინძური ხალხი ისევ თუ ამოიყენა მომავალმა პრემიერ-მინისტრმა და მომავალმა ნებისმიერმა მთავრობამ ისევ ეს ბინძური ეპისკოპოსები, რომლებსაც კანონდარღვევები აქვს, საშინელი,
საშინელებები ხდება. აი კანონით არის დასაჭერი. ხო, ნუ ისინი ვიც თქვათ თუ იქნება საერო დანაშაულში ხილებული, რომ საერო წესით უნდა ვინ ამხელს თუ მთავრობა არ ხო, ამხელს? ეს რა თქმა უნდა ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გიორგი არ იქნება. მაგას სასამართლო ჭირდება დამოუკიდებელი. ნუ არა, ხელი არ უნდა დააფარო. ხო, ეს რა თქმა უნდა, ეხ ჩვენ მე უფრო აი კიდე ითხრა რა, მინდა ერთ-ერთი საშველი ეგ არის. ამადგან უნდა გაიწმინდოს ეკლესია. თქვა უნდა გაიწმინდოს კანონიერად, ჰა? თაობათ დაცვა ეკლესიაში. ბოლო ყველგან თაობათ დაცვა ხდება, უბრალოდ ხო და მან დარი პრობლემა მე თაობასაც ვერ ხედავ. იცით აი ახლა თქვენ ამას ვერ გაიგებთ, მაყურებელიც ვერ გაიგოს, მაგრამ მღვდლები ხო გვისმენენ, აი მღვდლები ახლა ხო გვისმენენ. რა მწვალებლობასაც ამბობს სტეფანე მიტროპოლიტი. რომელ ქადაგებაში? ანუ ზიარებაზე, რაზე ჩვენ კამათი გქონდა, მე მეძახდა მწვალებელს და მე დაუნტკიცე რომ მწვალებელი გაჩუმდა ახლა. რა მწვალებლობასაც ამბობდა არჩილ მინდიაშვილი. ამაზე მღვდლები რო ხმას არ იღებენ. იმ მღვდლის იმედი არა მაქვს ხვალ ეკლესიას რო გამოადგება. არა მაქვს იმედი. იმიტომ რომ როგორ შეიძლება ქრისტეს ეკლესია რა არის დღეს მართლმადიდებლობის ზეიმია, ანუ ეკლესია ზეიმობს. აი როგორ შეიძლება მართლმადიდებლობის ზეიმი ნიშნავს აი მწვალებლობების დამხობას და მართლმადიდებლობის გამარჯვებას. ეპისკოპოსი საშინელ მწვალებლობებს გადაგებენ. მღვდლები ეპისკოპოსები გაჩუმებულები არიან. ანუ რაღაცა მიზეზით არის გაჩუმებული. აი ისინი როგორ დაიცავენ ეკლესიას, ან როგორ გამოასწორებენ ეკლესიას, არ ვიცი, არა მაქვს იმედი. და ის საერთაშორისო პროცესს რამდენად აქვს მნიშვნელობა, აი დავუშვით როგორც ბიზანტიას ჰქონდა თავის დროზე ხო გავლენა როგორც საგანმანათლებლო კუთხით, ინსტიტუციური კუთხით, აი რამდენად მნიშვნელოვანი არის დავუშვათ ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან კავშირი, აი აი ზოგადად დღეს სამყარო გლობალურია ხო, არაფერი აღარ არის ჩაკეტილი და ჩაკეტვა განწირულია ყოველთვის, ანუ მიდის ეს ურთიერთობა, ეგ მიმართულება რამდენად შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი. ყველგან უჭირთ დღეს მართლმადიდებლობაში. ყველგან იყო საცეცები სტალინიდან მოყოლებული, ყველგან რუსული საცეცებია. სტალინმა ეს ეკლესიები რო გაახსნა, იქიდან მოყოლებული, ყველგან ცდილობდა, ნუ კონსტანტინოპოლის დაბრუნებას ცდილობდა. ზოგადად ეგ სამწუხარო რეალობაა, რომ მართლმადიდებლური ქვეყნები, გინდ ცხოვრების დონით, გინდ სახელმწიფოს სიძლიერით ჩამოუვარდება სხვა ქრისტიანულ ქვეყნებს. ძალიან საინტერესო საუბარი იყო, არ ვიცი კიდე. ძალიან გვიჭირს რაღაც ოპტიმისტურზე გადასვლა, მაგრამ არ ვიცი, არ არის ალბათ ეს თვითმიზანი ყოველთვის. არა, ყოველთვის ვერ იქნება თვითმიზანი, აუცილებლად მით უმეტეს, როცა ესეთ ერთობ საბოლოო ჯამში მე ძიმე საკითხზე საუბრობ. მოკლედ თქვენი მე არ ვიცი რამდენად იქნები და შევძლებ და ძალა შემწევს, მაგრამ თქვენი შესაქმნელი იქნება ახალი თაობის. მე მაინც გონია რომ აი ესეთი მე ეკლესიაში ვინც არის ფაქტიურად 80% ზვიადის დროს მოვიდა. ანუ ზვიადმა რომ ეს ეროვნული რაღაცები რომ წამოიწყო ეროვნული თვით შეფასება, თვით შეგრძნება და რაღაცა მაშინ მოვიდა ეკლესიაში ხალხი. მაგრამ ეს იყო მაინც ურა პატრიოტიზმი, ну ხალხიდან ზვიადისგან კი არ ვამბობ, ხალხმა მაინც არ იცოდა ეს ეროვნული რა იყო, არც მართლმადიდებლობა, უბრალოდ იცავდნენ ჩვენ მართლმადიდებლები ვარ და ასე შემდეგ, მაგრამ რა არის მართლმადიდებლობა კომუნიზმში გამოზრდილი ხალხი ვიყავით მაინც გესმით. პოლიტიკური ამბოხის ნაწილი. ხო, ანუ პოლიტიკური და თვით შეფასების და საერთოდ ესეთ მცირე ერებს ჭირდება რაღაცა თავისი ისტორიული სიდიადეების გახსენება, რომ არ ჩაიკარგოს ამხელა იმპერიაში. ახალგაზრდა ნაპოლეონის წერილი არსებობს. ნაპოლეონი ხო კორსიკელი იყო და კორსიკელი პატრიოტი იყო თავიდან საერთოდ ფრანგად თავს არ თვლიდა. ფრანგად არასდროს არ თვლიდა თავს და მან წერს აი რო არ დაუკვირდე რომ კორსიკაზე ლაპარაკი და არა საქართველოზე განსხვავებას ვერ მიხვდები რა, ანუ როგორ იძახის რომ ჩვენ რაღაც რამდენად განსაკუთრებულები ვარ და იგივე ფრანგებს რამდენად აღვემატებით და ერთი კორსიკელი 10 ფრანგს მოერევა და აი
ხო, სხვათა შორის ნაპოლეონი ახსენე და ნაპოლეონს აქვს მაგარი სიტყვები ნათქვამი. არ ვიცი თქვენ რამდენად შეგეხებათ ეს, მაგრამ მე მაგრა შემეხო. ნაპოლეონმა თქვა ეს გადასახლებაში იყო ბოლოს ხო კუნძულზე იყო გადასახლებაში და წმინდა ელენეს კუნძულზე. ხო. იქ აქვს ნათქვამი, მეო ბევრ ხალხს ვიცნობ, ბევრ ხალხს შეხვედრი ვარო. ბევრ ადამიანს ვიცნობ. ვიცნობ ადამიანებსო და ქრისტე არ იყო ადამიანი. ეს ისეთი ხო, ისეთი კარგი ნათქვამია რაღაცა. ეგ ავაზაკმაც ესე ნახა, გესმით, ის ხო იცნობდა ავაზაკი იყო, ხა ავაზაკი იყო, ნუ ყოა ცნობილი ავაზაკი იყო და ძლიერი იყო თავის ავაზაკობაში და ბევრ ხალხს იცნობდა და ბევრიც მუტანჯია ალბათ და ბევრიც გაუძარცვია და ბევრიც ტირილი უნახია და ბევრიც ყნესა და ჯვარზე მოიყვანეს ქრისტე და კაციო მართალიო იცნო რა რომ ეს არ იყო ის ჯოვლეური კაცი. კი, გრიგორიანული ეკლესიაც იგივეს ამბობს, რასაც ნაპოლეონი ხო რომ ესო არ იყო ადამიანი. ხო, არა, იქ სხვა მაგას არ გულისხმობ. მე რა თქმა უნდა, მე ბოლო შეკითხვას დაგისვამდით. მე რაღაცნაირად გიოს თუ წარმოუდგენია მაგალითად კარგი სახელმწიფო როგორი იქნება და როგორ უნდა გახდეს, მეც მაქვს ეგ, მაგრამ ასევე მაქვს ჩემი რაღაცნაირი სუბიექტური ხედვა ეკლესიის შიდა მოწყობაც როგორც უნდა იყოს. ერთი საერო ადამიანის რაღაცნაირი გულის თქმა არის და შეიძლება უცნებაც როგორი შეიძლება იყოს. მისაღწევი გზა მეც რთულად მესახება. თქვენ გაქვთ თუ არა მამდავროთე წარმოდგენილი როგორი შეიძლება იყოს იდეალური, როგორც შიდა მოწყობა ქართული ეკლესიის, ასევე ზოგადი მოწყობა ქართული საპატრიარქოსის და ეკლესიის. ეკლესიის უმთავრესი მიზანი და მიმართულება უნდა იყოს ღმერთი და კაცი. ადამიანის დაახლოება ღმერთთან. სახელმწიფოს უმთავრესი მიმართულება უნდა იყოს ადამიანი. და არა ღმერთი. ღმერთი ეს არის პიროვნების და არა სახელმწიფოს. ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია საქართველოს სახელმწიფოში ვინც კი ცხოვრობს ყველას მიხედოს. ყველას უფლებები დაცული იყოს. ეს არის სახელმწიფოს მიმართულება და არ იყოს ის რახან მღვდელია და თუ მღვდლიშვილია პატივდებულია თუ არა და ესა და რახან მღვდელია შეუძლია იაროს მართვის მოწმობის გარეშე არ დაიჭერენ, შეუძლია იაროს თვალი არ დაიჭერენ, ეგ არ უნდა იყოს. თანასწორობა უნდა იყოს. არ მინდა მე რომ მქონდეს შენზე მეტი უფლებები. არა და მაგ. ახლა რომ მღვდელი რო ვარ, ნუ ეხლა არ მაქვს, მაგრამ არავინ არ მცემს პატივს, მაგრამ მაინც მორიდება აქვს, ვიდრე შენი ახალგაზრდის. ახლა იქ რომ მარშრუტკაში შეეყარეს ახალგაზრდები და როცემეს იმედი მაქვს, ხა მე არ შემაგდებენ იქ. მაგრამ რატო? ისინი რატო შეაგდეს? ანუ შენ როგორც მოგექცევიან, ისე უნდა მომექცნენ მეც და მე როგორც მეკცევიან, ისე უნდა მოგექცნენ შენ. ანუ ეს თანასწორობა უნდა იყოს. მაგრამ ეხლა შენ თუ შეგაგდეს, მეც კი არ უნდა შემაგდური, მაგას კი არ ვამბობ, პირიქით. შენც არ უნდა გექცეოდნენ ჩემზე უარესად, ხო? ანუ თანასწორობა უნდა დაიცვა სახელმწიფო. არა აქვს მნიშვნელობა იქ ისინი სატანისტები არიან, ვინც სატანისტი იყოს, შენ იმას უნდა მოექცე ისე როგორც პოლიციელი უნდა ექცეოდეს ნებისმიერ ადამიანს. ეგ არის სწორი და მართებული. ასე უნდა მოვაწყოთ ჩვენი ურთიერთობა და სახელმწიფოსა და ეს არ უნდა იყოს ეკლესიაში კიდე რა არის ეს საზღვრება. ეს პოლიტიკა ხო იცვლება პოლიტიკოსები და განსაკუთრებით ივანიშვილის დროს წინდებივით იცვლის პრემიერ-მინისტრებს რა ვიცი. და ეს ერთი პრემიერ-მინისტრი და ეკლესიაში მიღებული კაცია, როგორც კი იმას გაუშვებენ და უკვე ეკლესია უნდა აგინოს, ეს პოლიტიკოს შეუძლია რომ მე მოაბრუნებენ, მე ციხეში გაუშვებენ. ხო და მე მაგალითად მღვდელს არ შემიძლია ეს. თუ იმასთან მეგობრობ პრემიერ-მინისტრი არის და იმიტომ კი არ მეგობრობ.
მეგობრობი პიროვნული ურთიერთობა მაქვს. გაუშვებენ ციხეში ჩემი მეგობარია. და ეკლესიაში საშინელება ხდება, როგორც პრემიერ-მინისტრია მიღებულია და ეთაყვანებიან და იჭერენ ის კაცი არ არის. ანუ ეს ურთიერთობაც არ შეიძლება. ამიტომ ეკლესია ოპოზიციასთანაც იგივე ურთიერთობით უნდა იყოს. და ეკლესიის რაღაცა იქ ფინანსებია თუ რაც არის, აი ოპოზიციას უნდა ღებულობდეს მონაწილეობა. რაღაც ისე უნდა მოხდეს, რომ მთავრობაზე არ იყოს მარტო დამოკიდებული. არ ვიცი ეს როგორ. ხო, აქ შეიძლება ევროპული მაგალითი იყოს, როდესაც რამდენიმე ქვეყანაშია რელიგიურ გადასახადს უწოდებენ, სადაც თითოეული ეგ კიდევ უკეთესია, რომ შენ თვითონ გადაწყვიტო, შენ თვითონ გადაწყვიტო, რომ იყოს მაგალითად ყველა ადამიანს რო ევალებოდეს ქველმოქმედებაში გადასახადი და მე ამ ქველმოქმედებიდან ვიღაცა ეკლესიას ირჩევს და ვიღაცა ქველმოქმედებას ირჩევს და ვიღაცა თავის ეკლესიას ირჩევს. ვიღაცა მუსულმანია და მუსულმანური. კი ბატონო, მუსულმანური ეკლესიას ირჩევს. ეს საუკეთესო იყო. ზოგადად ალბათ მე წარმომიდგენია არასინოდიალური მმართველობა, რომელიც თქვათ რუსულმა იმპერიამ შემოიტანა საქართველოში, არამედ იყო ამის ცდეობა, ეგრეთ წოდებული საბჭოები, რომელშიც არა მხოლოდ ეპისკოპოსები იქნებიან გადაწყვეტილების მიღებები, არამედ ქვედა იერარქიის მღვდლებიც და სასულიერო პირები და ასევე საერო ადამიანების, რომლებიც შერჩეული იქნებიან სხვა ამაზე შეთანხმებას. ეგ არის საუკეთესო მართვა კირიონის დროს იყო ესე და დღეს მაგალითად აი სახარებაში წერია რომ ქრისტეს დაჭერა უნდათ, მაგრამ ხალხი შეეშინდათ. ხალხის ეშინოდათ. აი დღეს ჩვენს მღვდელმთავრებს ხალხის არ ეშინია და იმათ რატო ეშინოდათ. ხო, საინტერესო რაღაცა ხალხის არ ეშინია. ჩვენ მღვდელმთავრებს ეშინიათ მთავრობის. ხალხის არა. იმიტომ რომ მთავრობამ იცის ამათი გრეხები. და იმიტომ ეშინიათ. და ხალხმა იცის, ბევრმა იცის რას აკეთებენ, მაგრამ ხალხის არ ეშინიათ, იმიტომ ძალაუფლება არ აქვს. ამავდროულად იმათ რატო ეშინოდათ? იცით, შემოსავალი ხალხისგან ჰქონდათ. ეხლა მღვდელმთავრებს განსაკუთრებით მღვდლებს კი ჯერ კიდევ ხალხისგან აქვს შემოსავალი, მაგრამ მღვდელმთავრებს ხალხისგან არ აქვს. საპატრიარქოსგან აქვს და სახელმწიფოსგან. და ვინც აჭმევს, იმისი ეშინია და იმას უკმევს. და ამიტომ ხალხი არ მონაწილეობს ეკლესიაში. აი მართვა გამგეობაში საერთოდ ხალხი გათიშულია. ხალხი კი არა, მღვდლებია გათიშული. მარტო მღვდელმთავრები წყვეტენ ყველაფერს. ეს არის ძალიან ცუდი. იმიტომ რომ უკვე ფაქტიურად მღვდელმთავარი როცა არც მღვდელზეა დამოკიდებული და არც იმაზე მღვდლები ძაღლები ვიტყავთ. ძაღლებივით ექცევიან. და თან როგორ ექცევიან, იცით რომ აი ეს ბიზნესი იქიდან აქვს ნასწავლი. ანუ მღვდელმთავარი იმდენად აკონტროლებს მღვდელს დიდი შესაწირი რო არ ქონდეს. მე რომ არ გაუბლატავდეს, არ გაექცეს. ანუ შემოსავალს შეიძლება იმას გამოართვას და დაწვას ის ფული. არ ჭირდებოდა. მე შეიძლება ისე ვსარგებლობდი მომენტით, მაგრამ ეს სოციალური უთანასწორობა ეკლესიური იერარქიაში ძალიან დიდია. მე კონკრეტული ეპარქია ვიცი, სადაც ვთქვათ მაღალი იერარქიის სამღვდელოება ძალიან კარგად ცხოვრობს და კონკრეტული სოფლის მღვდლები არიან, რომლებიც მრავალშვილები, რომლებიც პანტავაშს ზაგროვებდნენ ტყეში, რომ ის ქონდათ. ხო, ანუ იქაც აი ეს უთანასწორობა როგორც ძალიან საზოგადოებაში. იმიტომ რომ ეს მიითვლის ეს ეპისკოპოსობა სახელმწიფო შემოსავლებია, სახელმწიფო. ხო, გახსოვთ ეპისკოპოსები მიშას როგორ აქებდნენ, ადიდებდნენ, უნივერსიტეტი გაგვიხსნა აგარ და ფული მოგცა და რაღაცა, ეხლა ბიზნესს ლოცულობენ. ეს არის საშინელება. იმედია დასრულდება შემდეგი. ეგ არის ესეთი ბევრი პრობლემა და ბევრი პრობლემა ვთქვით, მაგრამ მე მგონია მართლა რომ პრობლემას და განსაცდელს მოყავს აზროვნება, გონება მოქმედებაში და შენ ამ დროს ჩდება რაღაც იმპულსი და მსჯელობასა და დისკუსიაში იბადება ყოველთვის ფიქრსა და ფიქრისთვის შენ საბოლოოდ სხვა ადამიანს გჭირდება, ამიტომ რომ შენ არის დისკუსია, რომ შენ თავში არ ჩაიკეტო და ჩვენ გავაგზელებთ ამ დისკუსიებს აუცილებლად, რადგან ბევრი პრობლემაა და ბევრ ამაზე არის მოსაფიქრებელი პასუხი. მარტო ლაპარაკით არ შეიძლება ქმედებებში უნდა გადაიზარდოს ეს აუცილებლად, მაგრამ
ყველა დიდი ეპოქალური ცივილიზაციური ცვლილებები მე მჯერა რომ იწყებოდა თავისუფალი ადამიანების ლაპარაკიდან, დისკუსიიდან და იმედი ვიქონიოთ რომ ჩვენც ასეთი ისტორიული პროცესის ნაწილი ვართ. თუ მთქმელი გამოჩნდა, ალბათ ღმერთი გამკეთებელსაც გამოაჩენს. გამგონესაც და გამკეთებელსაც და მეც ახლა რაც ვისაუბრე ნუ ეკლესიის მიმართებაში ერთ-ერთ სახელს არ ვიტყვი, იმიტომ რომ მაგასაც ბრძოლას დაუწყებენ და არ მინდა ცოტა ხანს იყოს კარგად. ერთ-ერთ მთავართან მქონდა საუბარი და ისიც ამ აზრზეა, რომ ეკლესია ძალიან მძიმე დღეშია. მარტო ჩემი აზრი არ არის ეგ და არიან ადამიანები, ვინც იციან ეს და ფიქრობენ მარტო მე რო არა ვარ და აი მათი იმედიც მაქვს, ალბათ რაღაცა მოხდება, ეგეთი ხალხიც არის. ცოტა, მაგრამ არის, მღვდელმთავრებშიც არის და მღვდლებშიც არიან და რაღაცა თლად უიმედოდ დავამთავრებთ. მაგრამ ეკლესიაზე მე ასეთი საუბარი, როგორც ილიას შეეძლო ბედნიერი ერის დაწერა, ისე მეც მაქვს ეკლესიის მშენებლობაში დიდი წვლილი შეტანილი და ეს ჩემი გულის ტკივილია და არასიძულვილი ეკლესიის. მინდა რომ უკეთესი იყოს ლადო ასათიანის ლექსის არ იყოს ხოლამაზი ეგ საქართველოს, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა. კი, კარგია ეკლესია, რა თქმა უნდა, მაგრამ უკეთესი უნდა გქონდეს. დიდი მადლობა და მადლობა უღრმესი.